მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ჩვენს უკან ლეგენდარული Wembley-ა, სადაც ინგლისის Community Shield-ის მატჩი გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. ჩვენ აქ ვართ რომ მოვამზადოთ ვლოგი ლეგენდარული სტადიონიდან ლონდონიდან. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას ვთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი. მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კრისტალ პალასის წინააღმდეგ. წავედით. მატჩის დღეა უკვე კვირაა 10 აგვისტო და გამოვედით გარეთ, აღარ ვაპირებთ სასტუმროში დაბრუნებას. თამაში არის საკავრო დროით 3 საათზე. ეხლა მივდივართ, უნდა ვნახოთ ჩემი მეგობრები. გამოდოთ გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე და ოთო მუმლაძე, რომელსაც ჩვენი მომწერები იცნობენ. ბევრი კარგი პროექტიდან, თუმცა ვინც არ იცნობს, მივიდეთ და ნახოთ ბიჭებმა მომწერეს პაბში ვართო და გადავუკვეთები არ მინახავს არც ერთი. ზედ Wembley-სთან ყოფილა ეს პაბი. აგერ ლეგენდარული Wembley-ც ეს საჯარო ტუალეტები. ნელ-ნელა შეინიშნება ხალხმრავლობა, აი, ესენი კრისტალ პალასის კომაგები. აქეთ თავისუფლ ლივერპულის გულშემატკივრები. შესანიშნავი სტადიონი, ლეგენდარული. ვან ამ სტადიონზე ნამყოფი ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, დორტმუნდ რეალზე. სადღაც დავწერე მეორე და არ ვიცი ჯერ, თუმცა იმედია მამარდა ითამაშებს. და აწოს პირველ ტიტულსაც. ოფიციალურ პირველივე მატჩში. როგორ ახალ პირველ რიგში? იქ წამი კი შევხვდი, მაგრამ ზოგადად როგორია ლევან სეთურიძის დღე, როცა მის ფეხბურთელი თამაშობს. მოგესალმებით საბა. მიხარია კიდე ახაც რო გნახულობ. ყოველთვის ემოციები დატვირთული, რა თქმა უნდა დაძაბული. ემატება იმას, რომ ახალი კლუბის მაისურით და ყოველთვის კარგი განწყობით. აი მე მაგალითად თამაშიზე რომ შევდივარ, გახურება რო იწყება, რომ გამოდიან გუნდები, მაშინ მეწყება ნერვიულობა. შენ აი როგორ ხარ? ვიცი რომ ძალიან ემოციური ხარ, იმიტომ რომ ჩვენ პირველად ეს გადაკვეთა უცხოეთში გქონდა 2022 წელს თასის ფინალზე და მაგრა ნერვიულობდი და აი მაგის შემდეგ თვითონ მამარდა როგორც დონე გაიზარდა ძალიან და რაც სიმშვიდის გარანტი ხო არ მოხდა თუ მაინც ნერვიულობ ხოლმე. კი, მაშინ საწყის ეტაპზე ყოველთვის ნერვიულობდი ხოლმე, მაგრამ რაც რო გადის ჩვენც ვიზდებით და ხელა ყოველთვის არის, მაგრამ მამარდა არ გვაძლევს მაგის საშუალებას რომ იმდენი. იმედი ეგრე იქნება დღესაც და ითამაშებს და კლინშიტით წამოვა. სხვადასხვა ჩვენ არ გვისაუბრია და ხა კარგი მომენტია იმისთვის შენ და მამარდა ერთად ჩამოხვედით ლივერპულში. როგორი იყო დაახლოებით რა ის პირველი დღეები, ძალიან სამწუხარო ამბავი დაემთხვა. დიოგო ჟოტას გარდაცვალება ტრაგიკულად, თუმცა მაინც ის პირველი დღეების შემდეგ მედია დღე იყო ეს ყველაფერი, შენ ფოტოს დადე მედია დღიდან მამარდასთან ერთად მაისურით ხელში. აი მაგ დღეებზე რომ გვიყო გუნდი როგორ დაგვხვდა, ზოგადად ვალენსიაც მაღალი ლეველია, ტოპ 5-ია, თუმცა გონია რომ შეიძლება ლივერპული კიდევ უფრო მაღალი ლეველი იყოს. რა თქმა უნდა, ჩამოსვლის დღიდან კლუბი ძალიან კარგად დაგვხვდა. მეორე დღეს გავიგეთ ეს სამწუხარო ამბავი. ის მერე ჩაიკეტა, გლოვის დღეები გამოცხადდა. როცა დროში გაიწელა მამარდას წარდგენა, პირველი მისვლა აქსა ტრეინინგ ცენტრში, სლოტთან შეხვედრა, მეკარევის სლოტთან შეხვედრა, ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, შედგა ძალიან დადებითად და ძალიან დიდ ავანსებს გასცემენ კლუბი და გიორგი მე ძალიან კარგად იცის და უბრალოდ ძალიან რაც უფრო დიდი დონეზე გადადიხარ, უფრო უშუალო ხალხთან გაქვს შეხება, უფრო მარტივია ყველაფერი და
100-150 ადამიანი მუშაობს შენ განვითარებაზე და ეს მნიშვნელოვანი რაღაც არის და დღევანდელი ისტორიული ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ დღეს უმებლის სტადიონზე უნდა დავესწრო თამაშს, ნახოთ მამარდა ითამაშებს თუ არ ითამაშებს, ეს უკვე ისტორია არის და მინდა მას წარმატებები უსურვო ახალ კლუბში, ახალი გამოწვევები და მე მჯერა, რომ ის ძალიან დიდ სიტყვის ამ კლუბთან ერთად არაერთ ტიტულს მოიგებს და მოკლედ ამის თქმა შემიძლია. დავით ჯეიმსმა ყოფილმა ლივერპულის ყოფილმა მეკარემ და ინგლისის ყოფილმა მეკარემ თქვა, რომ უნდა დაიჯეროს, რომ ამ გუნდთან ერთად თამაში შეუძლიო. კითხეს ერუვის ფაქტორი რამდენად შეიძლება იყოსო. მამარდას ამემართებითო და მან თქვა, რომ საკმაოდ ბევრი მაგალი დონის თამაში ჩაატარო უკვე იმისთვის, რომ ვფიქრობ ეს წნეხი მას მოხსნილი ექნებაო. შენ ეთახმები თუ არა იმას, რომ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო თუ მკლავდება წნეხს და ზეწოლას. მე მაგის ფიქრი და ნერვიულობა ნამდვილად არ მაქვს. მან ხელა ხასიათის სიმტკიცე აქვს, არაერთ გადაცემაში მithქვამს, რომ მისთვის ეს გამოწვევა არის ახალი, გამოწვევების მას არ ეშინია და დანარჩენს უკვე დრო გიჩვენებს, წინასწარ ვარ ვისაუბრო, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამარდაშვილის სახით ლივერპულს არაერთი წელი ეყოლება ისეთი დონის მეკარე, როგორც გიორგი არის და მინდა რომ მას ის ოცნებების საწყის ეტაპზე რომ ვიწყებით, მქონდა რომ პრემიერ ლიგაში მომხდარიყო, ის აქ არის და იმ ოცნებებს ყველაფერს აისრულებს და მისი მჯერა მე და არ მენერვიულება იმის, რომ რაიმე დაბკოლება რაღაც პერიოდით თუნდაც ალისონთან კონკურენცია, მას უბრალოდ გაზდის იმ ეტაპისთვის, რომ გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი მეკარე სტატუსით. ახლა რამდენი ხალხია? უკვე იგრძნობა, რომ შეიძლება ლივერპულის გულშემატკივრები უფრო მეტი იყვნენ სტადიონზე. მართლა. ემფილდით უნახეთ. აი ხა ჩასული რო იყავით. ამ ეტაპზე არ მინახავს. აი შენ წარმოგიდგენთ როგორია ემფილდი? ამ სტადიონი არის და ის ემოციები რაც თამაშამდე იწყება ის ვერა. აუ ყველაფერი ჩემი აზრით გოლის გადააჭარბოს ესამე მაჩნდეს. თუმცა დღეს დავიწყოთ მოდი უემბლით. It's the place where big things happen and history is made. Enjoy it. ეს ხდება მეგობრებო თამაშამდე 5 საათით ადრე. სხვა ხალხის. To be completely honest, I haven't heard that much about him, but from what I've seen and what I've heard about other people speaking about him, he seems like a good goalkeeper, and whoever on the slot really signs, I believe in. Liverpool win 3-1. Yeah, he looks a good goalkeeper. Yeah, it's going to take a lot to take Alisson's place. Anyone with a bad large in this will not be allowed into the stadium. They have to use the backdrop facility, which is available at a cost of £10. The backdrop area is open. Yeah, Liverpool won 3-0. Yeah. Probably difficult because in a couple of games they played, he made a couple of really good saves actually in the last game, a couple of good reflexes, so he looked promising. Distribution was quite good actually from his hands. საათი და 25 წუთი დარჩა თამაში დაწყო და ჯერ კიდე არ ვიცით მამარდა დგას თუ არა კარში. მაგრამ უკვე დროა რომ სტადიონზე შევიდეთ. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ჰობია. აი მზემ დააჭირე ხა და აი მინერალებს მივიღებთ ან გავგრილდები. ჩვენი უსაყვარლესი აბეღლავის წყლით. მართლა ნაბეღლავი ჯობია. ვახშენი. აი როგორი კარგი მინერალები გამოხეთქა მეგობრებო უდიდესი სიყვარულით. ჩვენ აბეღლავმა თქვენ გაგიმარჯოთ და წარმატებები. შევდივართ მეგობრებო ლეგენდარულ უემბლიზე. Ramagaria. Let's go!
სასწაულია, ეს არის ლეგენდარული სტადიონი. რამდენიმე წუთში შემადგენლობით გოცოდინება და იქნებ მამარდა იდგეს კარში. იმედი გვაქვს. დაიდო შემადგენლობები, სამწუხაროდ გიო სკამზია. ველოდებოდი სიმართლე გითხრათ სასტარტო შემადგენლობაში, იმიტომ რომ ალისონმა მთელ პრესეზონზე მხოლოდ ერთი თამაში ითამაშა, ის 45 წუთით. შეიძლება პირადი მიზეზების გამო საერთოდ დატოვა ტურნე, თუმცა სახელი და ის გავლენა, რომელიც გუნდში აქვს და ის ადგილი ლეგენდარულ ალისონს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ველოდებოდი იმიტომაც გიოს სასტარტოში რომ Community Shield-ზე ძირითადად აძლევენ შანსს მეკარეებს, რომლებსაც შეიძლება არ მოუწიოთ ბევრი თამაში მთავარ სეზონში. თუმცა დგას ალისონი. ვნახოთ თამაში როგორ იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ვისურვოთ, რომ გიორგის ლივერპულის კარიერა დაიწყოს ტიტულით. ლეგენდარული უნელო დაიწყო და ვესტები გაჩვენოთ სტადიონად როგორ მღერიან ლივერპულის ფანები. გასვლაზე ენგუზეთი ნებისმიერ სტადიონში.
The players are now represented to the chamber. Machi დაიწყო წუთიერი დუმილით. სიოლ ჟოტას და მისი ძმის ანდრესეოს კალკულად გარდაცვალების გამო. თუმცა კრისტალ პალასის ფანების გასვლა ხმაური ისმოდა წუთიერი დუმილის დროს. რაზეც ლივერპულის ფანების ყველა დაიმსახურეს და საკმაოდ სამართლიანად. მატჩი იწყება. ლივერპულისთვის იწყება ყველაფერი 10 ქულაზე. როგორც იტყვიან, მეოთხე წუთზე ლივერპულის ახალწოულმა 95 მილიონიანმა უგო ეკიტიკემ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. კუთხეში შევდა ძალიან რთული გაუთხა. და გახსნა ანგარიში და ყველაფერი იწყება კარგ განწყობაზე ლივერპულისთვის 1-0. კახასიაძე არიან ლივერპულის ფანები. ლა. პენალტი მინიშნება მე-16 წუთზე ლივერპულის კარში მატეტა ალისონის წინააღმდეგ. 17 წუთი გაათანაბრა კრისტალ პალასმა ანგარიში და კრისტალ პალასის ფანები ზეიმობენ. გამაგარია მე-20 წუთზე ღეროდნენ ლივერპულის ფანები ჟოტაზე ტაში უკრავდნენ და ჯორდანი ფრინკოგმა მე-20 წუთზე გაიტანა გოლი. ეს გოლი ეწოდა დიოგო ჟოტას. ხო, საინტერესო თამაშია. ახალწოულების გოლებით იგებს ლივერპული. ჯერ ეკიტიკე ეხა ფრინკოგი. ძალიან მაგარი თამაშია 21 წუთია და 3 გოლია უკვე გასული. საპანა გამეჩნდა მეგორო წინ. დასრულებულია პირველი ტაიმი 2-1 ლივერპულის სასარგებლოდ. შესანიშნავი პირველი ტაიმი იყო.
ძალიან მაგარი გუნდი იქნა წელსაც ლივერპული, როგორც ჩარშან. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, მადლობა მათ, რომ გოხმარებიან. გადავღოთ საინტერესო ვიდეოები ესეთი ადგილიდან, ესეთი ადგილებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მამარდა არ თამაშობს, იმედია ესევე დამთავრდება თამაში როგორც პირველ ტაიმში და ლივერპულურ კარიერას მამარდა დაიწყებს ტიტული. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წუთი ადრე კრისტალ პალასი ათანაბრებს ანგარის. ალბათ მეორე ტაიმი არის ძალიან განსხვავებული პირველი ტაიმისგან. პირველი ტაიმი იყო ძალიან მხიარული, ბევრი შეტყებით, მეორე ტაიმი განსხვავებული. 78 წუთზე ისმაილ ასარის გოლით კრისტალ პალასი ათანაბრებს წონასწორობას. ძალიან დაძაბული და საინტერესო ბოლო წუთები იქნება ყველა ვარიანტში. მატჩის ძირითადი დრო დასრულებულია 2-2 და იწყება ნერვების თამაში. პირდაპირ პენალტების სერია. დაიწყებს მოჰამედ სალაჰი. აბა. გოლ ორი პენალტიდან ლივერპულის თავარმამე პენალტემ მოჰამედ სალაჰმა ორივე პენალტი გააფუჭა. ეხლა და ბილბაოსთან ამხანაგურ მატჩში ზუსტად იქაც ეგრე ააცია. ორთული დასაწყისი ლივერპულისთვის. მაკალისტერი. აბა ალექსის მაკალისტერი. ჰენდერსონის წინა. ოიმე ოპა! გუნდის საუკეთესო პენალტები აფუჭებენ პენალ სალაჰი და მაკალისტერი. ძალიან მოულოდნელი დასაწყისი პენალტების სერიის. ალისონაც აიღო. 2-1 წინააღმდეგ. ახლა არის აუცილებლად გასატანი და კოდი გაკპომიდის პენალტის ნიშნულთან. კოდი გაკპო. აბარა. ესეც უნდა აიღოს, რომ დავუნდეთ იგივე ანგარიშზე წონასწორობა გათანაბრდეს. არა გაიტანა, მაგრამ დარწან. ლივერპულს გაფუჭების უფლება აღარ აქვს ჰარვი ელიოტთან და აუცილებლად გასატანია ეს პენალტი. აუცილებლად გასატანია ეს პენალტი. არა. ახდება, აშკარად მაგრად უჭირს ლივერპულს პენალტებს. აშკარად მაგრად უჭირს. და ახეთ ფანები მიდიან. ეს თუ გაიტანა მე მგონი იგებს თუ არ ვცდები. ეს თუ გაიტანა იგებს, ხო? ოპა, გააფუჭა. სობოსლაი უთხა. სობოსლაის გალზე ხა უნდა გააფუჭოს პენალტი. იქა პალასმა.
ახლა თუ გააფუჭებს კრისტალ პალასი, თამაში გრძელდება. თუ არა იგებს კრისტალ პალასი. არა. გამთავრებულია ყველაფერი, კრისტალ პალასი community shield-ის გამარჯვებულია. სასწაული პენალტი დაუდგა. სამწუხაროდ როგორც მატჩი, ასევე ჩვენი ვლოგი დასრულებულია. მატჩი კრისტალ პალასის გამარჯვებით დასრულა პენალტების სერიაში. და ახლა ლივერპულის დამწუხრებულ ფანათებთან ბრუნდები სახლში. საერთოდ სხვა მოლოდინით ჩამოვედით აქ. რატომაც მაგრად ჯეროდა რომ ამართა ითამაშებდა. რა თქმა უნდა წინასწარ ინფორმაცია არ მქონდა, თუმცა მაგრად ჯეროდა. თუნდაც იმიტომ რომ ამ ხანაგურებში ბევრი ითამაშა იქ ალისონი, მე პირადი მიზეზების გამო ადრევად დაბრუნდა შეკრებიდან ლივერპულში, თუმცა გუშინ დაიწყო ვარჯიში ალისონმა და ეგრევე დააყენეს ალისონია და ლივერპულმა ვერ მოიგო თასი. რა თქმა უნდა გულშემატკივრებთ რომ ამასთან ტიტულით დაიწყო კარიერა. მიუხედავად იმისა იდგებოდა თუ არა დღეს კარში. სამწუხაროდ ესე არ მოხდა. მეგობრებო, გთხოვთ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგვიწეროთ კომენტარებში როგორ ხედავთ მამარდას ლივერპულურ მერსაიდულ კარიერას სამომავლოდ. განვიხილოთ კომენტარებში. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე რამდენიმე დღეში ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდებით. აბა, კარგად.